მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ავთოგვასალია გაგაცნობთ. 7 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე ვინ მიიღებს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ ამბობს უარს დღეს. ბარიერგადალახულ პარტიებში აცხადებენ, რომ ახლა ამ თემაზე საუბარი არაადეკვატურია. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს, თუმცა არა თვითმმართველობის, არამედ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. Am ეტაპზე საუბარი სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება იმ საკითხზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ეს არის არაადეკვატური, სანამ არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები, არ გატარდება საარჩევნო მიმართულებით ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებლად, ჩვენ არ ვფიქრობთ საუბარს თვითმმართველობის მიმართულებით და არც მონაწილეობის მიღებას. 8 თვე არის ძალიან დიდი დრო. 3 თვე უკვე მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი ახალი არჩევნების მოთხოვნით. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები უნდა ემზადებოდნენ არჩევნებისთვის, ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრივ ჩვენ გვაქვს ატყოფნა დაწყებული. თვითმმართველობის არჩევნები არის შემდეგი, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ახალ საპარლამენტო არჩევნებისთვის. ახალი არჩევნები აუცილებლად იქნება და რა თქმა უნდა, ამ არჩევნებისთვის ჩვენ ვართ მზად. სხვა დანარჩენი არის პროცესი. ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟზე საუბრობს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ეშინიათ. მმართველი გუნდი ოპოზიციას ურჩევს აბსურდული მოთხოვნების დაკნების ნაცვლად თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაიწყონ მზადება. ეშინიათ იმისი, რომ მათ ფაქტიურად არ დარჩათ ამომრჩეველი, ამიტომაც ამბობენ დღეს უარს უკვე მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობაში, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ფაქტიურად ამომრჩეველი მათ არ დარჩათ. ამაზე მეტყველებს ასევე ის, თუ რა ტიპის პროტესტს ხედავთ ჩვენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს. თუ ვინმეს უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს ყავს ამომრჩეველი, შესწევს ძალა, რომ რაიმე პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, კეთილინებონდა მიიღონ არჩევნებში, იმ არჩევნებში, რომელიც დანიშნულია შემოდგომაზე მონაწილეობა. ისინი ხვდებიან, რომ თავისივე თამაში არიან გახლართულები, პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებენ, მთლიანად გამარგინალიზირებულები არიან ისინი თავიანთი ამომრჩევლის თვალშიც და ისინი გრძნობენ, რომ მათ აქვს ნულოვანი შანსი გამარჯვების კი არა, რაღაცა პატარა წარმატების მიღწევისაც და შესაბამისად ეხლა ცდილობენ, რომ თითქოს ეს ყველაფერი გადააბრალონ იმას, რომ რაღაცა არჩევნები არ იყო საპარლამენტო ჩატარებული მაღალ დონეზე და მაქედან გამომდინარე რა აზრი აქვს თვითმმართველობის არჩევნებს. დღემდე ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერაფერზე ვერ დადო. ზღაპრებს რომ ყვებოდნენ. რაც უფრო მალე გამოვა ოპოზიცია ამ ილუზიიდან, მათთვის არის უკეთესი. ოპოზიცია ბალტიისპირეთში შეხვედრებს აგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამჯერად ესტონეთში იმყოფებიან. შეხვედრების შინაარსზე თავად საჯაროდ არ საუბრობენ. ქართული ოცნება ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან წამოსულ სანქციებს სწორედ ოპოზიციის შეხვედრებს უკავშირებს. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ დასავლეთის სანქციები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს. სახეზე როდესაც გვაქვს არა მხოლოდ ბალტიისპირეთის სანქციები, არამედ მათ შორის ბრიტანული, ამერიკული და სხვა ევროპული ქვეყნების, ეს რა თქმა უნდა ვერაფერ ვერ ხსნის იმას, რომ ვიღაც სხვა არის ამაში ბრალდებული. ესეც მორიგი პროპაგანდისტული ხაზია, ამით უფრო მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთის სანქციები იყო მთავარი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა ინდივიდუალური სანქციების ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან და მათ იციან, რომ ამას დომინოს ეფექტი კვლავ ექნება მეორე ეტაპ სანქციების და ამიტომაც არის შეტევა მხოლოდ ამ სამ ქვეყანაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის დემოკრატიული პროცესების მკუსვლა, მათ სანქციები ცხადია არის მათი გადაწყვეტილება, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მათი პოზიცია გამოჩნდეს იმ მიმართულებით და იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს არის საქართველოში. მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბალტიისპირეთის სანქციების უკან ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მოქმედებები ჩანს.
ამ ძალებს აღარ დარჩათ სხვა არაფერი რესურსი, არანაირი რესურსი, გარდა იმისა, რომ ირბინონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კორიდორებში, გამოიჭირონ სხვადასხვა დეპუტატები და თხოვონ მათ, რომ როგორმე საქართველოზე ცუდი ათქმევინონ. ეს არის მათი ამოცანა. ახლაც ვნახეთ, რომ წასულები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იქიდან მოდის რაღაც გაურკვეველი სანქციები. საფუძვლად ერთ-ერთ შემთხვევაში ყველაზე აბსურდულია, რაც იყო ლაშა ტალახაძის მიმართ, რომელსაც მთელი მსოფლიო პატივისცემს, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ამბობენ, რომ ის გამოირჩევა აგრესიულობით. აი, ესეთი წარმოუდგენელ აბსურდში ვართ უკვე გადასული ამ ბოლო პერიოდში, რაც თვალნათლივ მიუთითებს იმაზე, რომ განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში მათი ასე ვთქვათ სახელმწიფოს წარმომადგენლები უკვე რაღაც სხვა პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ და ვერ აღიქვამენ თუ რა ხდება რეალურად მსოფლიოში. მოვა დრო და ეს ყველა სანქცია ისევე გაუქმდება, ისეთივე სიმარტივით, როგორც იქნა გავრცელებული. არის ისეთი მცდელობა, რომ ჩვენგენ გადმოიტანონ, ასე ვთქვათ, ყურადღება, როგორმე საქართველოს თავს მოახვიონ ომი იმისათვის, რომ თვითონ გადარჩნენ და ეს არის უღირსი ნაბიჯი მათი მხრიდან და ამას ისტორია ყველაფერს თავის აკატრის პასუხს გასცემს და ყველაფერს ხელისუფლებაზე საუბარი, აქ არის საქართველოს ტრობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ტრობაზე, თქვენი ოპოზიციის ნაწილი ახლაც იმყოფება ზოგიერთ ბალტიის ქვეყნებში, ზოგიერთი სხვა ქვეყანაში, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა რა დაფინანსებით, ისი მიწვევით დადიან ეს ადამიანები და ვის ინტერესებს ემსახურებენ. მისიები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, შედგენილი არის საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან და როგორც წესი, მე ყოველგვარი აპელაციის გარეშე ისე რომ კონკრეტული ადამიანების თანამდებობასაც კი აღარ კითხულობენ, ხანდახან ვის რა თანამდებობა უკავია, პირდაპირ უაპელაციოდ წერენ სიაში, თუმცა ეს განსაკუთრებულად მძიმედ იგრძნობა ბალტიის ქვეყნების მიმართ. სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნები რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლენ საქართველოს და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ერთად შევძელით თავი დაგვეღწია საბჭოთა კავშირისთვის, ახლა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ასე ღიად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს, აქაც მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზით, რომ ჩვენ შევძელით მშვიდობა და სტაბილურობა, ოპოზიცია აგრძელებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ეს ბრძოლა ისედივე უშედეგოდ დამთავრდება, როგორც დამთავრდა მათთვის უკანასკნელ წლებში ჩატარებული ყველა არჩევნები. ვინ დაიჯერებს, რომ ბალტიისპირა სახელმწიფოების ჩინოვნიკებს ახლა დღე-დაღამე აღევლებდეს ქართული ხალხის ბედი და ჩვენთან იქნება თუ არ იქნება მშვიდობა და დემოკრატია საქართველოს. ეს ხო არის აბსურდი. ეს არის საკუთარი ტყავის გაფრთხილების და რაღაცა აი ამ ცეცხლის ხაზის გადმოტანის ერთგვარი მცდელობა. და რაც შეეხება ჩვენი ოპოზიციის აი ამ წინდა უკან სირბილს, სამარცხვინოა, რომ ეს რადიკალი ძალები, შულავერის კომიტეტის წევრთა შთამომავლები ესე დაძრწიან, რომ როგორღაც ესე იგი ქვეყანაში შემოიტანონ რაღაცა გარედან ფული. დღეს ესტონეთში არიან ხვალ, სადაც დაუძახებს Deep State-ის ეს ასე ვთქვათ წარმომადგენლობა, რომ როგორღაც ქვეყანაში არეულობა დაატრიალონ და უბედურებაში გავხილონ. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელში. სამინისტრომ მხარდაჭერას უცხადებს მომიტინგეებს. დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვებისა. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის უფლების მხარდაჭერას, რომ ჰქონდეთ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს. ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტს შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია შვედეთის საგარეო უწყების განცხადებით და მხარდაჭერით კმაყოფილია. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის ევროპული მომავალი არის კონსტიტუციით გამომდინარე საშინაო და საგარეო კურსი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, ისევე როგორც პარტნიორების შეთანხმებები ევროპულ ქვეყნებთან გაფორმებული. შესაბამისად ბუნებრივია, რომ იმ კონსტიტუციურ პრინციპს სახალხო პროტესტს, რომელიც ამ კონსტიტუციაში ქვეყნის დასატოვებლად არის მიზანმიმართული, აქვს მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ის ქვეყნები და იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც აკეთებენ განცხადებებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ჩვენ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მხრიდან გრძნობთ პირველ რიგში, ქართველი ხალხი დგას ქუჩაში, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხრიდან მხარდაჭერა. უცხო ქვეყნიდან შიდა საქმეებში ჩარევად ფასდება სახელისუფლებო გუნდში შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დავიწყოთ იქიდან, რომ არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის. არ ვიცი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ ის პირები, ვინც უშუალოდ აძლევენ დავალებებს მათ ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს Deep State და მისი ესე ვთქვათ წარმომადგენლები, რას გულისხმობენ კრიზისში. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. არანაირი ნიშნები პოლიტიკური კრიზისისა ქვეყანაში არ არის. ყავს ოპოზიცია, რომელიც სრულად განიძარცვა, მას დარწმუნებული ვარ, აღარ დარჩა უკვე ამორჩეველი. ამაზე მეტყველებს ასევე ის თუ რა ტიპის პროტესტს ხედავთ ჩვენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ეს არის წარმოუდგენელი, ამაზე ჩვენი პარტიის და ჩვენი ამორჩევლის პოზიცია არის მყარი და ერთმნიშვნელოვანი, რომ არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება. თოჯინების თეატრის მორიგი წარმოუდგენა გახლავთ ეს ამბო. აქ არაფერ შუაში არ არის შვედეთი და შვედეთის საგარეო უწყების რაღაცა განცხადება. აქ არის Deep State-ის პირდაპირ ასე ვთქვათ კარნახით გაკეთებული განცხადება. Deep State-ი რასაც უკარნახებს, იმას აჟღერებენ, იმას აუბრობენ, რომ როგორღაც ესე იგი ჩვენს ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, მოხდეს არეულობა, ქვეყანა გაეხვეს ამ უბედურებაში და როგორღაც გადმოვიდეს ეს რაღაცა ცეცხლის ხაზი ჩვენსკენ, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის პოზიცია არის ურყევი მტკიცე და საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნას მშვიდობა. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ბევრი ბულინგის მიუხედავად, ძალიან ბევრი ზეწოლის მიუხედავად ჩვენი ხალხისთვის შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და საზოგადოება განვითარებული იყო მშვიდ გარემოში და ეს ასეც იქნება. ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. გადაწყვეტილება ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ ჯორჯიან მანგანესთან შეთანხმებით მიიღო. კომპანიის დირექტორი მაქსიმ მაზურენკო გავრცელებულ განცხადებაში სამუშაოების გაჩერების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ავტორიტეტული აუდიტორის დასკვნით ჭიათურაში მადნის მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კი განსაკუთრებით დაამძიმა მაღაროების პარალიზებამ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი კომპანიას უწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100%-ის გადახდა, თუმცა კოლოსალური ზარალის ფონზე ბანკებმა კომპანიას სესხის გაცემაზე უკვე უარი უთხრეს. განცხადების მიხედვით კომპანიამ დამატებით უნდა მოიზიდოს ფულადი სახსრები დასაქმებულთათვის კომპენსაციების გასაცემად. ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა ავტორიტეტული აუდიტორის DMT-ის მიერ მომზადებულმა დასკვნამ, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს. ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა. ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით. ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს. სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ. მინდა განმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობასთან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია. მამუკა ხაზარაძის განცხადება დისკუსიის საგანია. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინან კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ მსოფლიოს სტრატეგიულ პორტებზე კონტროლის მონიტორინგს და წინააღმდეგობის გაწევას. მისივე თქმით, ამ ფონზე ქართული ოცნება ანაკლიას ჩინელებს აძლევს, პორტის პროექტში კი უნდა დაბრუნდნენ ამერიკელი კომპანიები. მამუკა ხაზარაძის განცხადებები სახელმწიფო პარტიისთვის ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე არა საკუთარი, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. საჭირო არის გათვალისწინებული იყოს ცხადია საქართველოს ინტერესი, საჭირო არის რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდეს დასავლურ ინვესტიციაზე, მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყნიდან გააძევეს და ექსპროპრიაცია გაუკეთეს ამერიკელ ინვესტორებს და საჭირო არის ცენტრალური აზიის წიაღისეული საქართველოს გავლით, ანაკლიის პორტის, ქალაქი ანაკლიის გავლით გავიდეს უკვე დასავლურ ბაზრებზე. დასავლური ბაზრების ათვისება, ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ხიდობა არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.
მან წააგო ეს დავა სახელმწიფოსთან ასანაზღაურებელია იურიდიული მომსახურების ხარჯები სახელმწიფოსთვის, მას არანაირი კავშირი დღეს ანაკლის სპორტთან არ აქვს. რაც შეეხება მის მოსაზრებას, ეგ მისი მოსაზრება, რომელიც არ ემყარება არანაირ საღაზრს, ეს არის მისი სურვილი და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანი გარეჯ ძალების ინტერესია, სხვა ქვეყნის ინტერესია, ვიდრე საქართველოს ინტერესი. დამერწმუნეთ ანაკლის სპორტთან დაკავშირებით საქართველოს აუცილებლად იპოვის ისეთ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო. ევროპის თავდაცვის გეგმა და პარიზის შეთავაზება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მსჯელობენ, ვის ექნება რეალური კონტროლი ბირთვულ შემაკავებელ იარაღზე. თავდაცვის გეგმაზე მსჯელობის პარალელურად უნგრეთი პოლონეთს აკრიტიკებს და ტრამპის სამშვიდობო გეგმის შეფარხებაში ადანაშაულებს. ევროკავშირის ოფიციალურ უწყებაში კი ფიქრობენ, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს. ლუკა ჩანგელი აგრძელებს თემას. ლუკა, რა განცხადებები კეთდება ევროპელი ლიდერების მხრიდან და როგორია ევროპის თავდაცვის გეგმა? სანამ უშუალოდ ამ საკითხის განხილვაზე გადავიდოდეთ, უნდა ავხსნათ, რატომ გამოვიდა მაინც და მაინც საფრანგეთი ბირთვული ქოლგის ჩამოყალიბების ინიციატივით. პასუხი არის მარტივი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საფრანგეთი არის ერთადერთი, რომელსაც ბირთვული იარაღი გააჩნია და მისი არსენალი დაახლოებით 290 რაკეტისგან შედგება. სწორედ ამიტომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები უწევდა მთელს ევროპის კონტინენტს დაცვას და იცავდა მას ატომური საფრთხისგან. მისი არსენალი დაახლოებით 5044 რაკეტისგან შედგება და ის მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს კი რუსეთის ფედერაცია იკავებს. 88% არის მაჩვენებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მხრიდან მთლიანად მსოფლიო ბირთვული იარაღის ქონის ნაწილში. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ახლა ევროკავშირს აქვს იმის სურვილი, რომ კონტინენტზე დამოუკიდებელი მოთამაშე გამოჩნდეს, რომელიც მოახერხებს თავისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვას. სწორედ ამიტომ ევროპის ლიდერები მსჯელობენ იმაზე, რომ შეიქმნას ახალი, ყველასგან დამოუკიდებელი ბირთვული ქოლგა, რომელიც ატომური საფრთხისგან დაიცავს მთლიანად კონტინენტს. ახლა ასევე მთავარი კითხვა, რაც პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ისმება ევროკავშირში, არის ვინ აიღებს თავის თავზე ამ ბირთვული ქოლგის ქონისა და მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. ბუნებრივია, საფრანგეთი არის პირველი სახელმწიფო, რომელიც ამ კუთხით მზაობას გამოთქვამს, იმიტომ რომ თავად ემანუელ მაკრონი იყო ამ იდეის ინიციატორი და ახლა უკვე გამოჩნდა მეორე ქვეყანაც, რომელიც ამბობს, რომ ის მზად არის მან აიღოს პასუხისმგებლობა სრულად ბირთვული ქოლგის მართვაზე. ეს არის პოლონეთი. მისმა პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე დღეს უკვე გააკეთა კომენტარიც. პარიზის შეთანხმებას ევროპელ მოკავშირეებთან ერთად რუსეთიდან მომდინარე საფრთხისგან თავის დასაცავად საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების შესახებ სერიოზულად განვიხილავთ, თუმცა ის გარკვეულ ეჭვსაც აჩენს. მთავარი საკითხია, ვის ექნება რეალური კონტროლი ასეთ იარაღზე. თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, სასურველია დავრწმუნდეთ, რომ იარაღი ჩვენს ხელში იქნება. პოლონეთის მთავრობა უკრაინულ მხარესთან თანამშრომლობს და აანალიზებს, რომელი იარაღია ყველაზე ეფექტიანი ამ ვითარებაში და რომელ ტექნოლოგიებში ღირს ინვესტირება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ნათლად გვაჩვენებს, რა ხდება, როცა ქვეყანა ბირთვულ იარაღს კარგავს. ის თავდასხმის მსხვერპლი ხდება. დღეს უდავოდ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობდით თავს ჩვენი საკუთარი ბირთვული არსენალი რომ გქონდეს. თუმცა ამგვარ გადაწყვეტილებამდე მისასვლელი გზა ხანგრძლივია და კონსენსუსს საჭიროებს. ბირთვული ქოლგის პარალელურად კვლავ აქტუალურია ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და დამანგრეველი ომის მოგვარების საკითხიც. ახლა ევროპელი ლიდერები მუშაობენ კონკრეტულ გეგმაზე, რომლითაც უკრაინის ომი უნდა შეჩერდეს. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე აფიქსირებს აქტიურად ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას. ის ამბობს, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარების. ამავე აზრს იზიარებენ ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატები, მათ შორის არის კაია კალასი, თუმცა არიან განსხვავებული მოსაზრების მქონე ქვეყნებიც, მაგალითად უნგრეთი დღეს პირდაპირ ადანაშაულებს პოლონეთს ამერიკის შეერთებული შტატების გეგმის შეფერხებაში, რომელიც ევროპის კონტინენტზე ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობის დამყარებას მოიცავდა. მადლობა, ეს ლუკა ჩანგელია იყო.
ამერიკა და უკრაინა მორიგი შეხვედრისთვის ემზადებიან თეთრი სახლის ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ მხარეები აუდიენციას საუდის არაბეთში გამართავენ. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ მისი ჩარევის და ჩართვის გარეშე მოლაპარაკებას აზრი არ ექნებოდა. შტატების 47 პრეზიდენტი კვლავ საუბრობს უკრაინის დაფინანსებაზე და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება ნაყოფიერად ვითარდება სწორედ ახლა. ფიქრობ რუსეთთან ურთიერთობა საკმაოდ კარგად ვითარდება, თუმცა ახლა ისინი უკრაინას სასტიკად ბომბავენ. სიმართლე რომ თქვა, უკრაინასთან მოლაპარაკება უფრო რთულად მეჩვენება. მათ ხელში ძლიერი კოზირები არ აქვთ. როგორც იცით, მომავალ კვირას ან ცოტა მოგვიანებით საუდის არაბეთში შევხვდებით და განვიხილავთ სიტუაციას. მე მგონია საბოლოო შეთანხმების მიღწევა რუსეთთან შეიძლება უფრო გამარტივდეს, რაც გასაკვირია, რადგან ძალაუფლება მათ ხელშია. ისინი ახლა უკრაინას დაუნდობლად უტევენ. მე გავაკეთე განცხადება. ძალიან მკაცრი განცხადება, რომ ეს დაუშვებელია. ასე არ შეიძლება. ჩვენ ვცდილობთ უკრაინას დაავეხმაროთ. უკრაინამ ძალა უნდა მოიკრიბოს და საქმე დაასრულოს. ჯერა რომ ორივე მხარეს შეთანხმება სურს. ჩემი პრეზიდენტობის გარეშე ამ ომს გადაწყვეტის არანაირი შესაძლებლობა არ ექნებოდა. აბსოლუტურად ნული. ახლა კი ამას შევძლებთ. ფიქრობ, ომის დასრულება რუსეთსაც უნდა და უკრაინასაც. ისინი ყოველ კვირას საშუალოდ 2000 ჯარისკაც კარგავენ. ეს ხალხის ტექნიკისა და ეროვნული სიმდიდრის განადგურების მანქანაა. ასევე მსურს შევაჩეროთ შეერთებული შტატების ეს გიგანტური ფინანსური ტრანზაქციები. ბაიდენმა ფული ისე გაანიავა, თითქოს წყალი იყო და არაფერი მიუღია სანაცვლოდ. ევროპამ სესხის სახით გასცა და თავის ფულს დაიბრუნებს. ჩვენ კი ვერა. ასე წარმოიშვა იშვიათი წიაღისეულის შეთანხმება. დავამატებ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა საუბრები და მიიღო სტუმრები. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი სტარმერი. მომავალ კვირას ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდის. გვაქვს შეხვედრა თქვენთან, უკრაინელებთან. ჩვენ უკვე ჰქონდა შეხვედრა რუსებთან. ეს ყველაფერი პრეზიდენტის მუშაობის პირველ თვეში მოხდა. მისი ხელმძღვანელობით. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით შუამავლურ დიპლომატიაში და გამოვიყენებთ მის ავტორიტეტსა და გავლენას, რათა ორივე მხარე მშვიდობის მაგიდასთან მივიდეს. ეს მარტივი არ იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას მშვიდობა სურს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა კონსტრუქციულად არის განწყობილი, თუმცა რუსეთი უკრაინის ქალაქებს მაინც ბომბავს. ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს მოლოდინი, რომ საფრანგეთი უკრაინის დახმარებას კიდევ უფრო დააჩქარებს. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ყველაზე ინტენსიური მუშაობა პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან სხვადასხვა დონეზე. მიზანი ნათელია, მშვიდობა რაც შეიძლება მალე, უსაფრთხოება რაც შეიძლება საიმედოდ. უკრაინა მაქსიმალურად კონსტრუქციულადაა განწყობილი. დღეს რუსეთმა კვლავ შეუტია ჩვენს ენერგოსისტემასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთისთვის ეს ჩვეულებრივი, ყოველთვის ისეთივე ბოროტი და ცინიკური ქმედებაა, თითქოს უკრაინისა და მსოფლიოს მცდელობები ამ ომის დასასრულებლად არ არსებობდეს. ამ კვირაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ უკრაინის მხარდაჭერა ევროპაში. ნორვეგიამ განსაკუთრებით ძლიერი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი სიძლიერის დასაფინანსებლად. წლევანდელი დახმარების გამოცხადებული მოცულობა 7,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. უმეტესი ნაწილი უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება. ველოდებით, რომ საფრანგეთი დააჩქარებს უსაფრთხოების დახმარებას. ნიდერლანდები მზადაა 700 მილიონი ევრო ჩადოს დრონების წარმოებაში. ბალტიისპირელმა მეგობრებმა ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ასევე მტკიცე უსაფრთხოების შეთანხმებები გვაქვს ევროკავშირის პრეზიდენტ კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან. ვემზადებით შეხვედრისთვის გენერალური შტაბის ხელმძღვანელების დონეზე საფრანგეთში. მიმდინარე პროცესების პარალელურად ომი გრძელდება უკრაინაში. ღამით ოკუპანტი ქალაქ დობროპილიას თავს დაესხა. განხორციელებული დარტყმის შედეგად კი 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 30-ზე მეტი პირი. დანგრეულია 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. დაზიანებულია 30 ავტომობილი. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქზე განხორციელებული შეტევის შედეგად. დანგრეულია საწარმო. 7 ადამიანი კი მძიმედ არის დაშავებული. დონალდ ტრამპი კანადას ახალ ტარიფებს დაუწესებს. განცხადება შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა თეთრ სახლში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ტრამპის თქმით, წლების განმავლობაში ამერიკას კანადა უსამართლო ტარიფებს უწესებდა, მათ შორის საუბარია ხე-ტყისა და რძის პროდუქტებისთვის დაწესებულ გადასახადებზე.
კანადა წლების განმავლობაში გვძარცვავდა ტარიფებით ხე-ტყეზე და რძის პროდუქტებზე 250%-ით. არავინ საუბრობს ამ 250-იან ტარიფზე, რომელიც ჩვენს ფერმერებს აზარალებს. ეს აღარ გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ მათ იგივე ტარიფით შევხვდებით. თუ არ შეამცირებენ მას, შეიძლება ეს დღესვე გავაკეთოთ, ან ორ შაბათს თუ სამ შაბათამდე დააველოდოთ. მაგრამ ეს არის ჩვენი გეგმა. ეს არასოდეს ყოფილა სამართლიანი. კანადა ჩვენს ფერმერებს ცუდად მოექცა. ჩვენი ქვეყანა ყველასგან იყო გაძარცვული. ახლა ეს შეწყდება. ეკონომიკური, ფინანსური და სავაჭრო თვალსაზრისით გვძარცვავდა კანადა, მექსიკა და სია უსასრულოდ გრძელდება. ინდოეთი გვიწესებს უზარმაზარ ტარიფებს, უზარმაზარს. იქ თითქმის ვერაფერს ვყიდით, ეს არის შეზღუდვა. ეძებენ ერთ-ერთ უდიდეს ჩიპების ქარხანას მსოფლიოში, ძირითადად არიზონაში. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ კანონი. კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ იდენტობის საქმეების ჯგუფის აღსრულების პროგრესი შეაფასა. კომიტეტის შეფასებით კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ სადაო კანონი არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავდა. ხელისუფლებისო წარმომადგენლები უსამართლოს უწოდებენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ კანონზე საერთაშორისო შეფასებებს. ამის გათვალისწინებას არავინ აპირებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის, თუმცა საწყედია, რომ ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს ასეთ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, თქვენ იცით, რომ ამ კანონმდებლობით არავის უფლებები არ ერგობა პირიქით, ჩვენ ვიცით სწორედ არასრულწლოვნების უფლებებს, ვიცით ადამიანების უფლებებს, ვისაც მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რომელზეც ვისაუბრეთ, ამიტომ ეს კიდევ ერთი სრულიად უსამართლო გადაწყვეტილებაა და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო შესაბამისად არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ დღეს ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ არ არსებობს. მეტიც ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიცვალა პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბრის არჩევნების შემდგომ და უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ. იქიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროპა, რაზეც დგას მთელი დასავლეთი და იმედია, რომ ევროპაც ადრე თუ გვიან და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაუბრუნდება სწორედ იმ ღირებულებებს, რისთვისაც საქართველოს მიიღწვის ევროპისკენ. გურიაში დიდ თოვლობით გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა სრულად აღდგენილია. გრძელდება შიდა სასოფლო და საუბნო გზების გაწმენდის პროცესი. სტიქით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარულ პროდუქტს აწვდიან. ზემო სურებში ადგილობრივებს მხარის რწმუნებული და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. გზების გაწმენდითი სამუშაოები ფაქტობრივად უკვე დასრულებულია. ყველა სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა სრულად არის გავლადი. არსებობს ადგილები, სადაც მიმდინარეობს წმენდა შიდა საუბნო, შიდა სასოფლო გზების. მთელი რეგიონის მასშტაბით სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით აქტიურად მუშაობს სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი შესაბამისი კომისია და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი, მაგალითად ჩამოენგრა სახლის სახურავები, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს მათ აღდგენას, ხოლო ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები. სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული მერიის ყველა შესაბამისი უწყება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში. კოლ-ცენტრში შემოსული არც ერთი ზარი ჩვენ არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ და მაქსიმალურად ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩვენი ჩოხატაურელების მშვიდობაზე ვზრუნავდით. ყველანაირი დახმარება მივიღეთ მერიიდან, ყურადღება, ვარჭირდებათ რაიმე დახმარება, გვერდში დგომა, რა ხდება, მშვიდობა გვაქვს ყველანაირად და რა ვიცი, ნორმალურ ფარგლებში ვიყავით რა, კი ვებძოდა სტიქია, მაგრამ ვებძოდით ჩვენ. საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ-მაიორ გენო ადამიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე გენო ადამიანის ბიუსტი ყვავილებით შეამკო. ასევე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
დღეს 99 წელი შეუსრულდებოდა ჩვენს ლეგენდარულ გენერალ გენო ადამიანს, ამავდროულად ის იყო მამაჩემი. ჩვენ ჯარში გენერალ გენო ადამიანს, გენოძიას ეძახდით. უფროსი თაობაც ასე ეძახდა. გენო ადამიანს 12 ბრძოლა მოიგო ომის პირობებში. ეს იყო უკომპრომისო და შეუვალი ადამიანი, რომელმაც დაგვამახსოვრა თავი, როგორც ძალიან თბილმა, ძალიან მეგობრულმა ადამიანმა და ამავდროულად ის იყო შეუვალი და ის იყო მტრის მიმართ და საერთოდ საქმის მიმართ ძალიან კონკრეტულად ჩამოყალიბებული პიროვნება. ვიმყოფებით საქართველოს ეროვნული გმირის ბატონი გენო ადამიანს, გენერალ-მაიორის ბატონი გენო ადამიანს საფლავზე. მისი 8 წლი ქვეყნისა და ერის წინაშე არის განუზომელი და ჩვენი ვალია რომ ჩვენს მომავალ თაობას გადავცეთ ჩვენი გმირების შესახებ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ მათი სახელი იყოს უკტავი და ახსოვდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას. დღეს ქალთა დღეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების დაიგულები მიართვეს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. გილოცავთ 8 მარტს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით გილოცავთ 8 მარტს. გისურვებთ წარმატებებს. ჯანდაცვის მინისტრმა რუსთავის მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს ქალთა დღე მიულოცა. მსჯავრდებულებს ადგილზე არაგეგმიური სამედიცინო მომსახურებებიც გაეწიათ, მათ შორის სკრინინგი და ექიმ სპეციალისტების მომსახურება. ორი სამინისტროს ინიციატივით და შეთანხმებით შევეცადეთ, რომ ზოგიერთი სამედიცინო სერვისი, რომელიც შეიძლება ყველაზე მეტად სასურველი საინტერესო ყოფილიყო ქალბატონებისთვის, რომელიც აქ იმყოფებიან, შევეცადეთ, რომ მასთვის დღეს ეს უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ჩვენ თანამშრომლობას, როგორც სახელმწიფო სხვა დაწესებულებასთან და კერძო დაწესებულებასთან გავაგრძელებთ, რომ უზრუნველყოთ მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების დაცვა. ტარდება და მიახლოც მიმდინარეობს დაწესებულებაში სკრინინგი, რაც მრავალპროფილურ გამოკვლევას გულისხმობს. ეს არის ქალთა ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რამე თუ თავდაპირველ ეტაპზე პრევენციულად რაიმე დაავადების გამოვლენა ეს საწინდარია იმის, რომ შემდგომში არ მოხდეს გართულება ამ დაავადებების და იმედოვნებთ, რომ გაგრძელდება კიდევ ასეთი თანამშრომლობა. ჩუღურეთის რაიონში ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება. კვირეულის ფარგლებში ეწყობა შეხვედრები. მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ქალებს შეხვდა და 8 მარტი მიულოცა. ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალების წახალისებას. მინდა დღევანდელი დღე მიულოცოს სრულიად საქართველოს ყველა ქალბატონს, დედას, ბებიას, ახალგაზრდა დედას, ყველა იმ დედას, ვისაც დღეს შვილი შეეძინა და ჩვენ ერთ-ერთ ასეთ ოჯახში ვიმყოფებოდი დღეს. ეს კვირეული დაწყებულია 3 მარტიდან დედის დღესთან დაკავშირებით და ვცდილობთ, რომ ყველა ოჯახში მივიდეთ, ყველა ქალს მოვეფეროთ. დაახლოებით 500-მდე ქალბატონთან ვიყავით და გამოხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, სითბოს, სიყვარული და 25 მარტს გვექნება შემაჯამებელი ღონისძიება ზოგადად კვირეულის ფარგლებში. სრულიად საქართველოს ქალბატონებს მიულოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით, ბევრი წარმატებული წელი მომელოცოს და უღრმესი მადლობა ქალბატონ რიმას. ყოველთვის იჩენს მარტო ქალბატონების მიმართ, არა მთლიანი თავისი უბნის მიმართ ყურადღებას. მეწარმე ქალების მხარდასაჭერად ბაზარი ორბელიანზე გამოფენა გაყიდვა იმართება. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, რომ დაათვალიერონ და ადგილზევე შეიძინონ ნაწარმი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქალები ქმნიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები და სხვა პროდუქტი. ღონისძიებაში 30 მეწარმე ქალი მონაწილეობს. დღეს ბაზარსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს მეწარმე ქალების მხარდაჭერას. ამ მემორანდუმის ფარგლებში ყოველთვიურად თვეში 3 დღის განმავლობაში გადაეცემათ სრულიად უსასყიდლოდ მეწარმე ქალებს ჩვენი სივრცე, სადაც ისინი
მოახდენენ თავიანთი ხელნაკეთი აქსესუარების პროდუქციის ნაწარმის გამოფენა გაყიდვას. დღეს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად სიამაყით ვაცხადებ თანამშრომლობის დაწყებას. წლის ბოლომდე ყოველ თვეში ჩვენ გავაგრძელებთ ქალთა ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ფინანსური გაძლიერების შესაძლებლობების შექმნას. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ გვინდა რომ რეალური მხარდაჭერა გავუწიოთ ქალებსა და გოგონებს საქართველოში, რათა ისინი გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი. ამიტომ მოგიწოდებთ ეწვიოთ და გაეცნოთ მათ პროდუქტებს და მხარი დაუჭიროთ ქალ მეწარმეებს. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ წარმოდგენილი ვართ ქალი მეწარმეების მხარდაჭერ გამოფენა გაყიდვაზე, სადაც მე წარმოვადგენ ბიოჩაის კახეთის ტყის მასივებიდან. ჩვენი ბრენდის ნიშანი არის მელანური ჩაი. დღეისათვის 3 სახის ბიოჩაის ვაწარმოებთ. ეს არის თავშავას ყვავილი, ბარამბო და ველური ვარდის ყვავილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდონეზიიდან წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს და ბლოგერებს მასპინძლობს. ტურის 12 მონაწილე თბილისს, კახეთს, გუდაურსა და ყაზბეგს უკვე ეწვია. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ბუნებისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს მოამზადებენ. გაიმართა პროდუქტიული შეხვედრა და ხელი შეეწყო ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას ქართულ და ინდონეზიელ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შორის. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს ელის შევუწყოთ ახალ გრძელვადიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ბაზარი არის დიდი საქართველოსთვის და საინტერესო იმ მხრივ, რომ ეს არის 4 სეზონის ბაზარი, მათ აინტერესებს ჩვენთან გატარება 4-ვე სეზონის. გააჩნია მათი ჯგუფების ინტერესს, თუმცა 4-ვე სეზონზე მათთვის ჩვენი რეგიონი არის საინტერესო. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა, რადგან თუ აქამდე მცირე რაოდენობის ღამეებზე იყო ინტერესი, ამ ეტაპზე მათი ინტერესი გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია მათი ინტერესი საქართველოში გატარებულ ღამეებზე. ინდონეზიური ტურისტული სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია მეტი შევიტყოთ საქართველოს შესახებ. ძალიან კარგია საქართველოში ამ ტურის ორგანიზება. შეხვდით ქართულ ტუროპერატორებს, დავათვალიერეთ სასტუმროები, რომ შევიტყოთ თუ რა ტიპის ტურისტული პაკეტის მომზადება შეიძლება, როგორ შეგვიძლია საქართველოს პრომოცია ინდონეზიაში, რომ მოვიზიდოთ მეტი ინდონეზიელი მოგზაური საქართველოში. გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში დასკვნითი საერთაშორისო ღონისძიება იმართება. ტურნირზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობს. 2024-25 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოს უკვე მესამე მსოფლიო თასის მასპინძელია. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. დღეს იყო პირველი საფინალო დღე, ხვალ გრძელდება მეორე საფინალო დღე იქნება და ეს არის კიდე ერთი დიდი წარმატება ქვეყნისთვის. ეს არის ბოლო საერთაშორისო ღონისძიება ამ სეზონზე. მიმდინარე შეჯიბრებით ძალიან წარმატებული არის ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, მთის ტრასების სააგენტომ, ფედერაციამ იმ შესრულებული საქმისთვის, რამაც განაპირობა ჩემპიონატის ძალიან მაღალი ხარისხით ჩატარება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ტურისტული, სამთო-ტურისტული პოპულარიზაციისთვის. კურიერი პირდაპირ ეთერში 9 საათზე დაბრუნება იზი ბურნაძესთან ერთად. დღის ყველა მნიშვნელოვან ამბავს კი გაიცნობით ვებგვერდზე rusthavi2.gr. ნახვამდის.